შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი საგამოფენო სივრცე მუდმივ მოქმედ გამოფენას სახელწოდებით შუა საუკუნეების ქართული რელიეფური სკულპტურა მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული შუა საუკუნეების ქვაზე კვეთილობის ნიმუშები, რომლებიც ფიგურული გამოსახულებებისა თუ ორნამენტული დეკორის სახით ამკობდა ქრისტიანული ტაძრების ფასადებსა და შიდა სივრცეს, კანკელებს, ქვაჯვრებსა თუ ფილასტელებს. ჩვენს ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქვაზე კვეთილი ექსპონატები, რომლებიც ამკობენ ქართული ეკლესიების ინტერიერებს, ექსტერიერებს, აქ არის კაპიტელები, სარკმლის თავსართები, პილასტრები და ასე შემდეგ. ყველაზე ადრეული დიაპაზონი ამ ჩვენი გამოფენისა მე-5 საუკუნიდან იწყება და მე-13 საუკუნის ჩათვლით გვაქვს წარმოდგენილი. ყველაზე ადრეული ქრისტიანული მნიშვნელობის და შინაარსის ქვაზე კვეთილი ნიმუშები გვხდება ბოლნისის სიონში. ბოლნისის სიონი მე-5 საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლია მოგეხსენებათ და ეს გამოსახულებები არის ინტერიერის შიგნით, ექსტერიერი იყო სრულიად სადა. საქართველოში მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანობა მივიღეთ მე-4 საუკუნეში და ეს იყო გარდამტეხი ხაზი, რომელმაც განსაზღვრა უკვე ქვეყნის მომავალი პოლიტიკური და კულტურული განვითარების გეზი და ამის შემდეგ ყველა დარგი ხელოვნებისა უდაოდ იყო ნასაზრდოები ამ ქრისტიანული რელიგიის კონცეფციით. გამოფენაზე წარმოდგენილი ქვაზე კვეთილობის ნიმუშებიდან მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა მე-11 საუკუნის კანკელები. დამთვალიერებელი ასევე იხილავს მე-12 საუკუნის სათხის მონასტრის უნიკალურ კანკელს. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ფლობს ქართული ქვის კანკელების ძალიან მდიდარ კოლექციას, მაგრამ ყველა ისინი შემორჩენილი არიან ფრაგმენტების სახით, სვეტების ან კანკელის ფილების. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სათხის კანკელი, რომელიც მთლიანობაში წარმოგიდგენთ, როგორი იყო ქართული კანკელი თავისი კონფიგურაციით და პროფილირებითაც. სათხის კანკელის ფრაგმენტები პირველად მოიძია ბატონმა ექთიმე თაყაიშვილმა. ფრაგმენტული იყო, მაგრამ იმდენად დიდი იყო რაოდენობა, რომ მიხვდა, რომ შეიძლებოდა მისი აღდგენა და მთლიანობაში წარმოდგენა, ჩამოიტანეს თბილისში და იყო აწყობილი თავის დროზე, გამოფენილი იყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ძველ ექსპოზიციაში. ეხლა უკვე ამ ექსპოზიციისთვის ჩვენ მოგვიწია ამ სათხის კანკელის დაშლა ისევ ფრაგმენტებად, შემდგომ თავიდან აწყობა ჩვენი რესტავრატორების, სრულიად გამორჩეული რესტავრატორების, ბატონი ვახტანგ ხოშტარიეს და გიორგი და ლევან მინდორაშვილების მიერ. ეს კანკელი წარმოადგენს ორ ქვედა ფილებზე წარმოდგენილია ორი წმინდანი, წმინდა მხედრები, წმინდა გიორგი და წმინდა თევდორე, ხოლო ზემოთ ანტაბლემენტზე მოცემულია დიდი წარწერა, სადაც მოხსენიებულია კანკელის დამდგმელი წინამძღვარი იოანე და მეფე გიორგი. აი ეს მეფე გიორგიზე ძალიან დიდხანს იყო მსჯელობა, რომელ გიორგიზე იყო ლაპარაკი და სამეცნიერო ლიტერატურაში დაადგინეს, რომ ეს იქნებოდა ლაშა გიორგი. შემდეგ უკვე 2018 წელს რესტავრაციის დროს, როდესაც სათხის მონასტრის რესტავრაცია დაიწყო, იქ აღმოჩნდა რამდენიმე ფრაგმენტი, მათ შორის ერთ-ერთი ფრაგმენტი, აი ამ წარწერის ბოლო ნაწილი იყო ქორონიკონი მიუთითა და პირდაპირ დაჯდა მისი თარიღი 1171 წელი, რითიც დადგინდა, რომ ეს კანკელი აგებული იყო თამარის შვილის კი არა, თამარის მამის გიორგი მესამის პერიოდში. ქვაზე კვეთილობის ნიმუშების ხილვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.